ამ წუთებში დევნილთა სამინისტროში იმართება სპეციალური ბრიფინგი, რომელსაც მართავს მინისტრის მოადგილე ოთარ რეხვიაშვილი. Სავარაუდოდ ეს ბრიფინგი ეხება დარღვევებს, რომელიც გამოავლინა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ. ჩვენ ბრიფინგს თავაზობთ პირდაპირ ეთერში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რამოდენიმე დღის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ ჩვენის მხრივ უკაცრავად დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია, რაც ჩვენის მხრივ ეცნობა სამართალდამცა ორგანოებს და დაიწყო გამოძიება თაღლითობის მუხლით. მოქალაქე, თავადაც დევნილი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მეორე დევნილს ბინის მიღებაში დახმარებას დაპირდა. მეტი დამაჯერებლობისათვის იგი ამტკიცებდა, რომ ამ საქმეში სამინისტროს მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი. ეს პირი დაკავებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შესაბამისად დაისჯება. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა დევნილთათვის გამოყოფილი თითოეული თეთრი მიზნობრივად იყოს დახარჯული, ბინების განაწილება კი ხდება მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებითა და მინიჭებული ქულებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ჩაწყობას, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და კორუფციას. ამიტომ კიდევ ერთხელ მიმართავთ დევნილებს, ნუ გახდებიან თაღლითობის მსხვერპლი და ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცა ორგანოებს ან დაგვიკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზზე. ანონიმურობა დაცული იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევალთ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში და ვერ მივცემთ ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგის მიზანია საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბენეფიციარების, დევნილების, ეკომიგრანტების, ლტოლვილების, რეპატრიანტების პრევენცია, გაფრთხილება, რომ არ შევიდნენ ამგვარ დანაშაულებრივ გარიგებებში არავისთან, რადგან ამ გზით ბუნებრივია ისეთი თავიანთ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ჩვენს ბენეფიციარებს, მიიღება ღიად, გამჭვირვალედ, კომისიურად, სადაც ჩართულნი არიან ავტორიტეტული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც გამორიცხავს უკანონობას და არაობიექტურობას. და ბოლოს გულწრფელად მინდა მადლობა მოვუხადო. ეს იყო პირდაპირ ჩართო დევნილთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და საუბრობს ამ წუთებშიც გარკვეულ დანაშაულებრივ და თაღლითურ სქემაზე, რომლის შესახებაც უკვე ინფორმირებულები არიან სამართალდამცავები და საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დღის სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას.